პარასკევს ალიკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. საქმეზე, რომელიც თავიდანვე ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკური და სამართლებრივი манипуляციის ინსტრუმენტად იქცა. პროკურატურა ოპოზიციურ მობრძანით უკვე დაიკავეთ, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ტერორიზმის მუხლით ასამართლებს. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მის მიზანი არა სამართლის აღსრულება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის დასჯა. რა არგუმენტებით ხვდებიან მხარეები განაჩენის გამოცხადებას და რას ეფუძნება ბრალდებისა და დაცვის პოზიციები? ამ თემაზე ვესაუბრებით ახლა ალიკო ელისაშვილის ადვოკატებს არჩილ ჩოფიკაშვილსა და გიორგი რეხვიაშვილს, ასევე მის თანაგუნდელს პოლიტიკოს ქეთი თურაზაშვილს. მადლობა ბატონებო, ქეთი მადლობა რომ სტუდიაში ბრძანდებით და დავიწყოთ საუბარი პრინციპში როგორც აირჩევთ, ჩემი აზრით ალბათ შესავალში მაინჯობია ქეთის მიცემთ შესაძლებლობა როგორც პოლიტიკოს შეაფასოთ კონტექსტი პოლიტიკური ალიკოსთან მიმართებაში რეჟიმის ასეთი დამოკიდებულებისაც ხადია დამატებით კომენტარის გაკეთების საშუალება კიდევ გექნებათ, მაგრამ შემდეგ უფრო გასაგები იქნება უკვე სამართლებრივ დეტალებზე და საქმის შინაარზეც საუბარი ადვოკატების მხრიდან. კეთილი, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის და ამ თემის გაშუქებისთვის. მოდი დავიწყებ ქრონოლოგიურად, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ყველას გვახსოვს ინციდენტი, რომელიც მოხდა საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც განიხილებოდა ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი. რა ხდებოდა მაშინ? მოხდა ინციდენტი ალიკო ელისაშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტემპერატურა იყო ძალიან მაღალი. ყველას გვახსოვს, რომ აგენტების კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი შემოიტანეს მეორედ და ამას მოყვა საზოგადოების მძინვარება, ძალიან დაძაბული ვითარება იყო პარლამენტში და სწორედ აი ამ ვითარებაში მოხდა ის, რაც მოხდა და ყველას გვახსოვს. ამის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ მართველ გუნდს ეგზნო პასუხისმგებლობა, რომ ის იყო მართველი გუნდი და თუნდაც სამართლებრივი კუთხით გაეგრძელებინა ამ ინციდენტის შემდგომ ვითარება, მათ ამჯობინეს, რომ იქვე საკომიტეტო დარბაზში ერთ კაცს დასხმოდა თავს 20 დეპუტატი, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ხაბარელი, განმეტებით ურტყავდა ნოდარ ტურძელაძე და გვახსოვს კიდევ მოკლედ ბევრი დეპუტატი და დაიწყო ალეკოზე ანგარიშწორება აი ამ ფორმით. ამას მოყვა ის, რომ სახელმწიფო კანცელარიასთან გაგრძელდა შემდეგ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ აპრილში იყო ეს უკვე, როდესაც პოლიცია დაესხა თავს ალეკოს და ზაქროჩოხელი იყო ერთ-ერთი, ვინც ძალიან განმეტებით ურტყავდა სხვა პოლიციელებთან ერთად და ასევე გვახსოვს კადრი, როდესაც ორმა პოლიციელმა თითქმის გონება დაკარგული ალიკო ელისაშვილი რკინის ბოთს შემოცხო ამ კანცელარიის წინ და აი ეს ძალადობა მის წინააღმდეგ ვითარდებოდა და რა თქმა უნდა არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. მან არ ჩათვალა საკმარისად ის ანგარიშწორება, რაც ხდებოდა და ეს გრძელდებოდა. მესამე შემთხვევა იყო ის, რომ ქორთიარჩი, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ჰქონდა და დავასრულეთ შეხვედრა და გამოვედით, დაახლოებით 20 ნიღბიანი მოვარდა ალეკოსთან და ეს იყო ადამიანის გატაცება, ეს არ იყო დაკავება რაღაცა კანონის ჩარჩოში. მოხდა გატაცება, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად ეგრეთ წოდებულ დაკავების მიკროავტობუსში და ამას მოყვა მისი ნეკნების დამტვრევა, ძალიან ბრუტალური იყო ეს ყველაფერი და აი ამ უსამართლობების ფონზე შემდეგ უკვე მატულობდა რაოდენობაში პოლიტიკური პატიმრები, ყავდა არასრულწლოვანი პოლიტიკური პატიმრები და მოხდა ის, რომ ერთ-ერთ ზოგადად ალიკო ხშირად ესწრებოდა პროცესებს და დაესწრო ერთ-ერთ ძალიან მძიმე პროცესს ამ არასრულწლოვანი პოლიტიკური პატიმრებისა, რომელმაც აი ამ ყველაფერმა ძალიან დიდი და ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა მასზე ემოციურად. მე არ ვიყავი საქართველოში, ვიყავი სტრასბურგში, მაგრამ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან ძალიან მძიმედ განიცადა მოკლედ მშობლების რეაქცია, პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობა და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ის აქტი, რაც მან როგორც ახსნა, ეს იყო მისი მხრიდან სასამართლოში უკვე პოლიტიკური აქტი, მე ვფიქრობ, რომ აი ამ ძალიან მძიმე უსამართლობის განცდა მოიტანა და მან ძალიან ბევრი გამწარებული დედა ნახა იგივე და ჩვენ საზოგადოებამ იგივე ამ სასამართლოს ეზოში და სწორედ ამიტომ მან ჩათვალა, რომ რაღაცა ფორმით ეს აქტი
უნდა გამოეხატა და ნახეთ ის რაც ვნახეთ. ეხლა ფორმებზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ის რომ ეს არ არის ტერორიზმი, როგორც ამას ცდილობს რომ ქართული ოცნება როგორც ცდილობს რომ ეს გვაჩვენოს, ცხადია. კიდევ ერთი რაღაც მინდა რომ გაგახსენოთ, თავიდან დაიწყო გამოძიება და შემდეგ უკვე სამართლებრივი ნაწილის ადვოკატები უკეთესად გაშლიან, მაგრამ მინდა შეგახსენოთ რომ თავიდან დაიწყო ნივთის დაზიანების მუხლით, მაგრამ როგორც კი შალვა პაპუაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა განახორციელა ტერორისტული აქტი, მეორე დღესვე თუ არ მეშლება და შემისწორებენ, მეორე დღესვე ინტერვიუში თქვა, რომ ეს იყო ტერორიზმი და ხო, მეორე დღესვე უკვე გამოძიების და ბრალდების მხარემ გადააკვალიფიცირა მუხლი და შემოგთავაზა, რომ ეს უკვე იყო ტერორიზმი. კეთილ, მადლობა დაგიბრუნდებით და ბატონ არჩილს მინდა ვკითხო პირველ რიგში, აი ალეკო ელისაშვილის მიმართ ინკრიმინირება ბრალისა, რომ ეს არის ტერორისტი, ასე ვთქვათ, მოქმედებების მიხედვით, რასაც ახლა ჩვენ ვიდეოში ხედავდით, ხო? არა იურისტი, არა სიხლის სამართლისა თუ სხვა სპეციფიური საქმეების მცოდნე ადამიანისთვისაც, თან არასერიოზულად გამოიყურება, ხო? რაც არ უნდა ვთქვათ, პროტესტის გამოხატვის ფორმა იქნება თუ ასე შემდეგ, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში ცხადია რომ არ ჯდება და ამისთვის ნებისმიერი ადამიანი აგებს პასუხს, უნდა აგებდეს კანონის ჩარჩოში, მაგრამ აი სამართლებრივად ან რამე პრეცედენტი თუ არსებობს მსგავსი, ან საერთოდ ტერორიზმის ასე გაბაიბურება რამდენად შედის თუნდაც სასამართლო პრაქტიკის ინტერესებში საქართველოში. ამ დრომდე სამართლო პრაქტიკა რაც ჩვენ გვაქვს და ზოგადად მართლმსაჯულების პრაქტიკა საქართველოში ესეთ შემთხვევას არ იცნობს, რომ მსგავსი ტიპის ქმედება, რომელიც და 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება ქონების დაზიანების მცდელობის მუხლით, უცბად პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების რაღაც სატელევიზიო სიუჟეტების შემდეგ გამხდარიყოს ტერორისტული აქტის მცდელობის საქმედ გადაქცეული იყოს. ტერორისტულ აქტს ზოგადად ჩვეულებრივი დანაშაულისგან განასხვავებს მიზანი და მიზნის მიღწევის საშუალებები. მიზანი ტერორისტული აქტის უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოს იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება და ამ იძულებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განხორციელების გეგმა და კონკრეტული განხორციელების მექანიზმები. ეხლა როდესაც ჩვენ ძალიან მარტივად დგას საკითხი, მთელი სასამართლო განხილვის პროცესში პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს და ერთადერთი ძირითადი მოწმე ყავთ მოყვანილი სასამართლოს წარმომადგენელი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ შენობაში გაჩენილი ხანძარი გამოიწვევდა სასამართლო შენობის სრულ განადგურებას, მაშინ დადგებოდა 25 მილიონი ლარის ზარალი და ეს გამოიწვევდა სასამართლოს ფუნქციის შეფერხებას და შესაბამისად ტერორისტული მიზანი მიღწეული იქნებოდა. ეხლა ჩვენ რა ვნახეთ კადრებში და თვითონ ბრალდების პირველ ეტაპზე და თვითონ ბრალდებასაც ეს შენობა აქვს ცალკე შენობად ჩათვლილი, სასამართლოს კანცელარიის შენობად ჩათვლილი, სასამართლოს კანცელარიის შუშა ჩატეხა და შევიდე ფიზიკურადაც ასეა. მაგრამ საკითხი დგას ძალიან მარტივად. საჯარო რეესტრის ჩანაწერები ყველამ ვიცით, ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი საჯაროა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ეს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შენობა არის კონკრეტული ნომრით. ეს ნომერი არის 07/1, მისი ფართობი არის 988 კვადრატული მეტრი. ეს შენობა აშენდა 2013 წელს. 2013 წლამდე მე წამოღებული მაქვს კონკრეტული სპეციფიკებები, კონკრეტული ნახაზები. 2013 წლამდე ეს შენობა ნაგებობა არ არსებობდა. 8 მეტრით არის დაშორებული სასამართლოს ძირითადი შენობისაგან. ეს დაახლოებით 1000 კვადრატულიანი შენობა, 988 კვადრატულიანი შენობა. და თვითონ სასამართლოს სხვა შენობების საერთო ჯამში არის 19,612 კვადრატზე მეტი. ანუ 20,000 კვადრატზე კიდევ უფრო მეტი მოცულობის. წარმოიდგინეთ თქვენ კადრში აღწერილი სურათი, როდესაც დაახლოებით 15-20 კვადრატულ მეტრზე ხდება 2 ბოთლი ბენზინის მოწმა. შეგვიძლია გავიმეოროთ ეს კადრი. და პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ დაახლოებით 15 კვადრატზე ბენზინით გაჩენილი ცეცხლი გამოიწვევდა 1000 კვადრატულიანი შენობა ნაგებობის განადგურებას, გამოიწვევდა მეზობელი შენობა ნაგებობების და 2000 კვადრატზე, ანუ 2 ჰექტარზე მეტი შენობა ნაგებობების და საოფისე ფართის განადგურებას. მაშინ, როდესაც ჩვენ წარუდგინეთ სასამართლოს მტკიცებულება, რომ
თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს შენობა აკმაყოფილებს და ერთ-ერთი ძირითადი წესი შენობა საოფისე შენობა ნაგებობების თანამედროვე არის ის, რომ სივრციდან სივრცეში ცეცხლი არ უნდა გადავიდეს და მინიმუმ 2 საათის განმავლობაში ერთი სივრციდან უნდა დაყომდეს მეორე სივრცეში ცეცხლის გადასვლა. ეს ხდება ღამის საათებში. თუ ელისაშვილი ტერორისტია, თუ მოსახლეობის დაშინება იყო მისი მიზანი და ის მიზნები რაც ბრალად აქვს წარდგენილი, მაშინ ღამის საათებში რატო განახორციელებდა ამას? როცა ვერავინ ვერ გაიგებდა ამას. მაშინ რატო წაუკიდებდა ცეცხლს დამხმარე შენობა-ნაგებობას, ცალკე მდგომ შენობა-ნაგებობას და არ წაუკიდებდა ცეცხლს მაგალითად ძირითად შენობა-ნაგებობას? მოკლედ ძალიან ბევრი კითხვები ჩანს, მაგრამ გამოძიება მივიდა იმ აბსურდამდე, რომ სანთებელა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იპოვეს და მასზე არ აღმოჩნდა ალეკო ელისაშვილის არანაირი კვალი, დანიშნეს ექსპერტიზა, სახანძრო ექსპერტიზა და ექსპერტს დაუსვეს კითხვა, სანთებელა ვარგისია თუ არა გამოყენებისათვის და ექსპერტმა დაასკვნა, რომ ეს არის ვარგისი. კანონით ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როდესაც უნდა გადაწყდეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საკითხი და ამაზე ცოდნა არ აქვს გამომძიებელს და სპეციალური ცოდნაა საჭირო. თუ სპეციალური ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ შეამოწმოს სანთებელა, მაშინ როგორ არ არის სპეციალური ცოდნა იმისათვის საჭირო, გაარკვიო, რომ 15 კვადრატზე 2 ბოთლი ბენზინით გაჩენილი ხანძარი გამოიწევდა თუ არა 1000 კვადრატულიანი შენობის სრულ დაწვა განადგურებას, მერე ეს გამოიწევდა მეზობელი 6 სართულიანი კორპუსის მთლიანად განადგურებას, რომელიც არის 2000 კვადრატზე მეტი საოფისე ფართი და შესაძლებელი იყო და რეალური იყო თუ არა ამ შედეგის დადგომა, მაშინ როდესაც შენობა-ნაგებობა აკმაყოფილებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს. ეს კითხვა არ დასვა პროკურატურამ და შემოგთავაზა თავის ვერსია. უფრო მეტიც, ჩვენ გითხრეს, რომ ეს ჰიპოთეტური საკითხი არისო, როდესაც ჩვენ დავსვით ეს კითხვა, გითხრეს ჰიპოთეტური საკითხი არისო, ჩვენ დავნიშნეთ ეს ექსპერტიზა და ექსპერტმა გითხრა, რომ ესეთი ექსპერტული ცოდნით და ექსპერტიზის შემოწმებით ესეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. არჩილ, მადლობა და ბატონ გიორგის და რომ მივწე ასევე საშუალება გამოკვეთოს ასევე დაცვის მხარის მიერ ამ საქმეში ყველაზე ასე ვთქვათ სუსტი და манипуლირებული თემები, თუმცა არის კიდევ მეორე საქმე, რომელიც შემოვიდა და დაემატა და დაამძიმა ეს ყველაფერი, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის წინ რაღაცა სხვა ტიპის მოქმედების ინკრიმინირება ხდება ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში, რომლის დამაჯერებელი მტკიცებულებები სასამართლოზე არ იქნა წარმოდგენილი. რატომ თვლით, რომ დამაჯერებლობა აკლია პროკურატურის ამ ვერსიას? მოდი ჯერ გავაგრძელებ ბატონი არჩილის სიტყვას, ესე იგი, ჩვენ რადგან პროკურატურამ არ დასვა ის კითხვები, რომელიც იყო მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის, რომ დადგენილიყო რეალურად ის ქმედება გამოიწვევდა თუ არა, იმ შედეგებს მივიღებდით თუ არა, რასაც ბრალში ედავებიან ბატონ ალეკოს, ამ შემთხვევაში ჩვენ გავხდით იძულებულები, რომ ჩვენ დაგვესვა კითხვა უკვე ექსპერტიზისთვის და ექსპერტმა თქვა, რომ ეს არის ჰიპოთეტური, ანუ ჩვენ ვერ დავადგენთ, გამოიწვევდა თუ არა დამხმარე შენობაში გაჩენილი ხანძარი მთლიანი შენობის განადგურებას, გადავიდოდა თუ არა ძირითად სასამართლოს შენობაზე, 6 სართულიან შენობას გაანადგურებდა, მოახდენდა თუ არა მის დესტაბილიზაციას და განადგურებას. ხო, ანუ რეალურად ექსპერტი, რომელიც არის დარგის სპეციალისტი, ამბობს, რომ შეუძლებელია აღნიშნულის დადგენა და არის ჰიპოთეტური მსჯელობის საგანი. ამ დროს რა შევა პროკურატურა? ხო, პროკურატურა გასმის, რომ იურისტებს გვაქვს განცდა, რომ ყველაფერი ვიცით და ვართ ყველაფერში ჩახედული. თუმცა ჩვენ არ გვაგვიჩნია ისეთი სპეციფიკური ცოდნა, რითაც ჩვენ შევძლებდით აღნიშნული საკითხის დადგენას. და რას ვიღებთ, ხო? ანუ პროკურატურა ადგენს თავისივე შეხედულებით, ანუ თავისი შეხედულებით წყვეტს, რომ ხანძარი გამოიწვევდა მთლიანი სასამართლო შენობის განადგურებას, ამას დარწმუნებული ვარ უკვე მოსამართლის დაეთანხმება 2 დღეში და ალეკო ელისაშვილის ტერორისტად გამოაცხადებს და არ ეყრდნობა თავმტკიცებულებას, რომელიც ჩვენ ჩავდით საქმეში, რომელიც არის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული, რომელიც ცალსახად ამბობს თეთრზე შავით, რომ ეს საკითხი არის ჰიპოთეტური და ვერ დადგინდება ეს ხანძარი რა შედეგს გამოიღებდა და კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულს, რომ თუ არსებობს ეჭვი, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, თავისუფალ სასამართლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდებოდეთ ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მოლოდინი არ გაგვეჩნია და ზოგადად ამ საქმეში ყველაფერი არის ისე ჩიხში შესული, რომ უჭირთ ზოგადად მტკიცებულებების ერთობლიობით ამ სტანდარტის დაცვა, ალბათობის მაღალი, ანუ ზოგადად პირველ ეტაპზე არის ალბათობის
მაღალი ხარისხი, შემდგომ გონივრ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აღვაყოფილებდეს საქმე. არა თუ გონივრ ეჭვს მიღმა სტანდარტს აღვაყოფილებს ეს საქმე, არამედ გონივრ ალბათობის მაღალი ხარისხითაც კი ვერ დგინდება, რომ ალე კველისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამისთვისაც დაჭირდათ, რასაც თქვენ ბრძანეთ, შარშანდელი საქმე. ანუ 1 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ საზოგადოებამ რო გაიგოს, 1 წლის განმავლობაში საქმე მიმდინარეობდა, იძიებდნენ თუ თაროზე იყო ეგ არ ვიცი, თუმცა 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ საქმე მიმდინარეობდა 197 მუხლით, ეს არის სხვისი ნივთის დაზიანება. 4 მაისს 2025 წლის 4 მაისს ვიღაც პირმა ცეცხლი გააჩინა უკვე ძირითად სასამართლო, თავარ სასამართლო შენობაში, რასაც მოყვა დაახლოებით 400 ლარის ზიანი. თუმცა არანაირი გამოძიება, არანაირი ისეთი ინფორმაცია არ მიგვიღია, საზოგადოებას გაუგია ამასთან დაკავშირებით. გავიდა 1 წელი, როდესაც უკვე ეს მეორე საქმე დაიწყო და მსვლელობაში იყო, ჩათვალეს რომ მოდი რადგან ერთ საქმეში რაღაცა კამერები მაინც გვაქვს, კადრები მაინც გვაქვს, მოდი შევძლოთ და გავაერთიანოთ ეს ორი საქმე და ორი საქმით უფრო დისკრიმინაციას მოვახდენ და დისკრედიტაციას მოვახდენთ როგორც როგორც პოლიტიკური და როგორც პიროვნების, ხო? და ამ შემთხვევაში ორი საქმის გაერთიანებით ეცადნენ რომ აჩვენებიათ რომ ეს არ არის რაღაც ერთი შემთხვევა ცალკეული, არამედ ის მიზანმიმართულად არაერთგზით ცდილობდა სასამართლოს გადაწვას იმ პირობებში, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მეორე საქმეზე, მინდა რომ ხალხგასმით თქვა, არც ერთი მტკიცებულება, არც პირდაპირ, არც ირიბი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ალე კველისაშვილმა საერთოდ რამე ჩაიდინა, ანუ იყო თუ არა იქ, სქესის დადგენაც კი ვერ ხდება, მათივე ჩატარებული ექსპერტიზებით. არც დნმ-ი. არც მოწმე არის, არც დნმ-ია, ერთადერთი მოწმე. არა, ექსპერტი იმასაც ვერ ადგენს კაცია თუ ქალი, ანუ ამ შემთხვევაში ხო, სქესის დადგენაც შეუძლებელია და საკვირველი არის რაღაცა კრიმინალისტიკაში მოხდა საოცრება, საქართველოს არის რაღაც მოწინავე ქვეყანა და ვფიქრობ, რომ ჯილდოსაც იმსახურებს. 1 წლის წინ ხანძრის ადგილზე კვამლით დაბინძურებული წყლით დაზიანებული კვალი დაადარეს დღევანდელ ალე კველისაშვილის სუნის ნიმუშს და ძაღლებმა ამოიცნეს ალე კველისაშვილი. ანუ ერთადერთი მოწმე ამ საქმეში არის ძაღლები და ძაღლები და უცნობი ძაღლები, რომლებზეც ჯერ ეს არის საოცრება და საკვირველება, ხო? ანუ ასე რო ხდება საქმის შეკერვა ალე კველისაშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური დევნა, თუმცა თან მნიშვნელოვანია, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის შედგენილი, როგორ არის შედგენილი, ხო? არ იკვეთება, რომელი ძაღლები იყვნენ, რამდენი მცდელობა იყო ამ ოცნობასთან დაკავშირებით, რა სქესის იყვნენ თუ არა აცლები, იყვნენ თუ არა გაწუხნილი ხანძრიდან აღებული ნიმუშზე სამუშაოდ, ანუ ხო ყველა სჭირდება ნარკოტიკზე სხვა ძაღლები მუშაობენ, თქვათ ოდოროლოგიაზე სხვა ძაღლი მუშაობს და ასე შემდეგ. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ ის წესები და ფორმაც კი დარღვეული იყო ექსპერტიზის, რომელიც დევს საქმის მასალებში და ეს არის პირდაპირ მოგცემთ საშუალებას, რომ შემაჯამებელი და მნიშვნელოვანი კიდე გავაგრძელოთ და იმახსოვრეთ სადღაჭირდი და უბრალოდ კეთილსაც მინდა რომ მივცე საშუალება და ეხლა თან ძალიან არასერიოზულად გამოიყურება ერთ შეხედვით რაც ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ არასერიოზულობის შედეგად და კვალობაზე პარასკევს განაჩენის გამოცხადებას ველით, სადაც უკვე ბრალი ისე არის ფორმულირებული, რომ 10-დან 15 წლამდე სასჯელი, ანუ ნიშნავს, რომ მინიმუმ 10 წელი უნდა მიუსაჯონ, ესე გამოდის, ხო, უკეთეს აბშყალებში უკეთეს შემთხვევაში. აი, კეთი თავად ალეკოსთანაც გააქვთ კომუნიკაცია ადვოკატების მეშვეობით. საინტერესოა თავად როგორ უყურებს, როგორ ხვდება ამას, მისი ოჯახიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნება. ალეკო კი ძალიან აქტიური და ძალიან შემტევი ადამიანი არის ჟურნალისტიკაშიც ასეთი იყო აქტიური, ემოციური ამავე დროს და პოლიტიკაშიც, მაგრამ ნუ ახლა ყველაფერს აქვს საზღვარი და ტერორისტობის ბრალდება თავისთავად ამ ხრივ ძალიან მძიმე პერსპექტივა შედეგების მატარებელი რამ არის. აი როგორ უყურებთ ამ პროცესს, როგორ პოლიტიკურ პროცესს ფლიანობაში? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მეც როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრს მაქვს საშუალება, რომ პირადად შევხვდი ალეკოს, რადგან მეც ვარ ლიცენზირებული ადვოკატი და კი გავინვიხილავთ ხოლმე ჩვენ უფრო სამართლებრივ ნაწილს განიხილავენ მისი ადვოკატები, მაგრამ ჩვენც საუბრობთ ამ საკითხებზე. თავარი, რაცაც თვითონ ამბობს, არის ის, რომ თვითონ უყურებს ამას როგორც სასამართლოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აქტს. აქედან გამომდინარე ის თვლის, რომ ის არაფერს არ უარობს, ის ამბობს, რომ კი ეს ესე იყო და მოლოდინიც აქვს, რომ სასამართლოს პირობებში
იქნება ძალიან მძიმე განაჩენი, როგორც აღნიშნეთ 10-დან 15 წამდე. თუმცა კი არის ძალიან მხნეთ და ის თვლის, რომ ესეც არის მისი მხრიდან ბრძოლის გამოვლინება. მისი მხრიდან ეს არის ბრძოლა ამ ფორმით გამოხატავს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ასე ხა დღეს სხვა საშუალება არ აქვს, თუმცა მე მინდა მივმართო ახლა დარწმუნებული ვარ გვიყურებენ, ძალიან კარგად გვისმენენ ყველა სიტყვას და მინდა მივმართო ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისგანაც ეს მოდის, პირველ რიგში მოდის მამუკამდინარაძისგან, მე პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარება და არ ეპარებათ ასევე ძალიან ბევრ ადამიანებს, თუნდაც ვისაც მე ყოველდღიურად ხვდები და ყველას განცდა არის, რომ ალეკოს დაჩაგვის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან. არავინ არ უარობს, რომ რაღაცა აქტს ჰქონდა ადგილი, რაღაცა არის ჩადენილი, მაგრამ როგორ შეიძლება კითხვას ვსვამ, როგორ შეიძლება 320-ლარიანი ზარალი იყოს ტერორიზმის შედეგი? ან როგორ შეიძლება ტერორიზმის შედეგი იყოს, როდესაც არ არის სახეზე მსხვერპლი, საბედნიერო დაზარალებულიც კი არ არის, ხო? აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკოსის დაჩაგვის მცდელობა და მოდი მე მივცემ თავისუფლებას და მე თვითონ გავცემ ამ კითხვას პასუხს, რომ დიახ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ალეკო ელისაშვილის მუხლი შეიცვალა სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ალეკო ელისაშვილი. ეს რომ ყოფილიყო სხვა პირი, აქ წავიდოდა საქმე ნივთის დაზიანების თავიდან როგორც გააღიძრა და როგორც აღიძრა და ლავ ადვოკატებს მივცემ საშუალებას, რომ კი არ შეეჯამონ, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანი დეტალები გამოკვეთონ, რამდენადაც მახსოვს, როცა აშუქებდნენ ჩემი კოლეგები ვიდეო მასალებისთან დაკავშირებითაც პრობლემებია წაშლილია მათი ნაწილი, ამ უცნობი ძაღლების ისტორია ხო საერთოდ დამაბნეველიც კი აღარ არის, იმდენად არასერიოზულ შინაარს ანიჭებს თავად ამ საქმის პოლიტიკურ манипуляციას. ხო. კი ბატონო, თქვენ გააგრძელებთ რადგან ძაღლებს საუბრობთ, ძაღლებზე გავაგრძელებ, რომ ანუ ეს ერთი წლის განმავლობაში საქმე მიმდინარეობდა სხვისი ნივთის დაზიანებით, აი რატო შევამოქს ეს საკითხი. ზოგადად აი სამართალში როგორ უნდა სამართლიან ქვეყანაში და თავისუფალ სასამართლოში და თავისუფალ პროკურატურაში როგორ უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება, ხო? ანუ არის ქმედება და ქმედებიდან გამომდინარე შესაბამისი ბრალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვიცოდით რა, ანუ გამოძიება მიცოდა, რომ ხანძარი იყო გაჩენილი განზრახ კონკრეტული ვიღაც პირის მიერ ეს მუხლი იყო 197, ანუ სხვისი ნივთის დაზიანება და ერთ წელს განმავლობაში იძებდნენ ამ საქმეს. ამ დროს შემოდის ალეკო ელისაშვილი საქმეში ძაღლების მეშვეობით და რას ხდება, ხო? ანუ 197 მუხლი, რომელიც არის ბევრად უფრო მსუბუქი მუხლი, გადაკვალიფიცირდა ტერორიზმის მუხლად, რომელიც არის 10-დან 15 წლამდე. ანუ ერთი შემთხვევა, როდესაც იყო 29 ნოემბრის საქმე, სადაც პაპუაშვილის განცხადების შემდგომ შეიცვალა, იმიტომ რომ პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა ეთერში, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება, ეს არის ტერორისტული აქტი. დაუყოვნებლივ დაემორჩილა პროკურატურა და შეიცვალა კვალიფიკაცია. ან მეორე საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმე სხვისი ნივთის დაზიანებით, მას შემდეგ რაც ალეკო ელისაშვილი ვითომ წამოიცნეს ძაღლებმა, კვალიფიკაცია შეიცვალა. ანუ რეალურად პირზე არის მიბმული ბრალი და არა ქმედებაზე. აი აქ არის დიდი უსამართლობა. საერთოდ ზოგადად საზოგადოებას უჩნდება აზრი, რომ ხო აღიარა რაღაცა ქმედება, ხო მაგ ხო ჩაიდინა დანაშაული და უნდა აგოს პასუხი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის. ანუ ადამიანი შეიძლება 15 წლის წავიდეს ციხეში იმ ქმედებისთვის, რაც არ ჩაუდენია. ანუ იმისთვის, რაც ედავებიან, ხო, ამბობენ, რომ მან ჩაიდინა ტერორისტული აქტი, თან რა ვიცი, თქვენ გინახავთ უამრავი შემთხვევა, რომელიც, რა ვიცი, ცეცხლის წაკიდებით დასრულებულა. მაგალითად მოგიყვებით, აი აქციებთან დაკავშირებით იყო მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ხანძარი გაჩნდა, მაგალითად სასამართლოს შენობის დაწვა იყო რაღაც დაზიანდა, აი 2024 წლის ნოემბრის აქციების შემდგომ პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ხანძარი გაჩნდა პარლამენტში და ზიანი იყო 9 მილიონი ლარი. ხო, მაგრამ გამოძიება ტერორიზმის მუხლით არ დაწყებულა და ლოგიკურიც იყო, რომ არ უნდა დაწყებულიყო ტერორიზმის მუხლით. და ამ შემთხვევაში არათუ 9 მილიონი არის ზარალი, არამედ 320 ლარზე არის, თან არ შემდგარი დანაშაული ამ შემთხვევაში და ბევრად უფრო მსუბუქი მოქმედებები არის განხორციელებული და არის ტერორიზმი. ანუ რას გულისხმობთ, რომ ანუ პიროვნებაზე არის მორგებული ბრალი და არა კონკრეტულ ქმედებაზე და აი ეს არის დიდი ყველაზე დიდი აბსურდი ამ საქმეში. ბოლოს ბატონო არჩილ, თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გააქვთ ძალიან რთულ
საქმეებზე ადვოკატირების მოსამართლის რეაქციების მიხედვით როგორ ატყობთ რა მოლოდინები გააქვთ? ეხლა ჩვენ საერთო ზოგადი მოლოდინი გვაქვს ქართული მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ეს სუბიექტური ისე ვთქვათ კონკრეტული პროცესი მაინც საინტერესოა. ზოგადი სურათი რა თქმა უნდა, ზოგადი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის და ყველამ ვიცით რა მდგომარეობაშიც არის სასამართლო სისტემა, მაგრამ ისევ და ისევ უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული გარემოებები ამ საქმეზე. მაგალითად, ჩვენ სასამართლო პროცესზე გავიგეთ, რომ თურმე სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობდა ადგილზე მისული პატრულის თანამშრომლების, რომელიც არსად არ ფიგურირებს და სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი წარმოდგენა და მათი ამოღება. ანუ ვიდეო კადრები შეიძლება იყოს იმ შემდგომი პერიოდის, რომლის მიხედვითაც საქმე გახადეს უკვე ტერაქტის საქმედ. თვითონ ვიდეო კადრები, რომელიც ამოღებულია, წყდება ბრაზილიური სერიალივით, როდესაც დაბლა დაგდებულ ადამიანს ორი და სამი ადამიანი ურტყავს და მხოლოდ ერთ ხელზე ადებენ ხელბორკილს და ნიღბის მოხსნის კადრსაც კი ვერ ვხედავთ ჩვენ. ასევე არის ძალიან დასაბუთებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეო კადრები შეიძლება მონტაჟის ნიშნებს შეიცავდეს და არც ერთ ეტაპზე ეს არ ყოფილა გადამოწმებული. თვითონ მოსამართლე ამბობს, რომ ჰიპოთეტურია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამ ხანძარს შეიძლება გამოეწვია სასამართლოს შენობის განადგურება და სწორედ ეს გარემოებები, ასევე ის გარემოება, რომ მეორე საქმეზე გამოვლენილი ახალი ვითარება, როდესაც ფაქტიურად სოფლიო ისტორიაში პირველია ტერორისტული აქტი, შეგიძლიათ ინტერნეტის ეპოქაში ვართ და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ტერორისტული აქტი, რომელმაც გამოიწვია დაახლოებით $150 ზარალი. ესეთი რამე არ მომხდარა აქამდე. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ თვითონ მოსამართლე ამბობდა პროცესზე, რომ იცით ეს ჰიპოთეტურია და ეს არაფრით არ მტკიცდება, რომ ამ ხანძარს შეიძლება გამოეწვია სრულად სასამართლოს შენობის განადგურება. აი აღნიშნული ამ გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ყვირის ეს საქმე და ძალიან ცუდად ჩანს საზოგადოებაში და ძალიან აი უკვე ეს ამის რა ვიცით რა იყო ამის აღქმის საშუალებას რა იძლეოდა ეს უკვე როგორც კი წავიდა საქმე განხილვისაკენ და აშკარა გახდა რომ ესეთი შეთითხნილი ბრალდებაა და ძალიან გაბუქებული ბრალდებაა რომ ალი კველისაშვილი ტერორისტი ნამდვილად არ არის ახლა ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს რო კითხოთ ამას გეტყვით თუნდაც იმ მომხდარი კადრების გათვალისწინებით უკვე დაიწყეს მისი აი დემონიზაციის პროცესი მისი დისკრედიტაციის პროცესი და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაა კიდევ ის რომ 6 წელი აქვს უკვე მისჯილი ალე კველისაშვილის რუსული სასამართლოს განაჩენით უკრაინისთვის შეერაღებულ კონფლიქტში დახმარებისათვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. პირადი დაპირისპირება მთავრობის წევრთან, ამჟამინდელ მთავრობის წევრთან და ერთ-ერთ ძალოვან მინისტრთან და ასევე მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა. ალე კველისაშვილი არის შეიძლება ერთადერთი თუ არა ითიძე ჩამოსათვლელი მოქმედი პარლამენტის წევრი, რომლის მიხედვითაც დაკავების ოქმი იყო გამოწელი, რომელიც დააკავეს და მთელი 2024 წლის გაზაფხულის პერიოდში არაერთხელ დაეკვემდებარა ფიზიკურ ცემას. ტროტუარზე დგომისთვის არის დაჯარიმებული და დაკავების ოქმია შედგენილი მოქმედი პარლამენტარისთვის, რაც არის სამართლებრივი ნონსენსი, როდესაც პირს იმუნიტეტი იცავს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით სადღაც მაინც ვიტოვებთ იმის იმედს, რომ მოსამართლე გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს. ნაბიჯებთან დაკავშირებით მოკლედ თუ შეგიძლია გითხრათ წმინდა სამართლებრივად შეუძლია თუ არა მოსამართლეს გადააკვალიფიციროს ის მძიმე მუხლი, რომელიც უბრალოდ 10-დან 15 წლამდე გადაწყვეტილების გამოტანის გარდა არანაირ სხვა შანსს არა მარტო შეუძლია, წესით მოსამართლეს სხვა გზა აქვს. არც სამართლებრივად, არც მორალურად, არც მოქალაქეობრივად, არც ლოგიკურად, რომ რაღაცა ნაბიჯი გადმოდგას და თვითონ რო იძახოდა მთელი თვეების განმავლობაში, რომ ეს ჰიპოთეზაა, რომ დაიწვებოდა სასამართლო, ჩემთვისაც ჰიპოთეზაა და ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისათვის წარმოუდგენელია, რომ 2 ბოთლი ბენზინით 2 ჰექტარი და 3 ჰექტარი ოფისი იყოს გადამწვარი და მეზობელი корпуსი. ამიტომ ამ მისივე განცხადებები უკვე მოსამართლეს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს და წესით მოსამართლემ ამ ჰიპოთეტურ ბრალდებაზე უნდა თქვას, რომ ჰიპოთეტურ ბრალდებაზე მე ვერ გამოვიტან გამომტყუნებელ გადაწყვეტილებას და შეცვალოს კვალიფიკაცია შედარებით ლოგიკური
ლოგიკური მუხლით. პარასკევს უკვე ველით ამ განაჩენს კეთი რას დაამატებდი დასასრულს. აი არჩილმა ახსენა რუსეთის ფედერაციის განაჩენი ალეკო ელისაშვილის მიმართ, სადაც 6 წელი აქვს მისჯილი და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოსაც კი გადაასწრო ქართულმა მართლმსაჯულებამ ბრალის მოცულობით და მეც რა ვიცი, მე არ მაქვს კარგი მოლოდინი სამწუხაროდ პარასკევს და ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამ სასამართლოს პირობებში ბრალი იყოს მძიმე, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ვერავის ვერ გვექნება პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სანამ ჩვენ არ მოვიპოვებთ სამართლიან მართლმსაჯულებას. თუმცა რაც არ უნდა შედეგი იყოს პარასკევის პროცესზე გამოტანილი, აუცილებლად ეს პროცესი აქ არ მთავრდება. ამ საქმეს წინ მინიმუმ საქართველოში 6 მოსამართლე ელოდება და არის სხვა სამართლებრივი მექანიზმები და აუცილებლად დაცვის მხარე გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას და საბოლოოდ მაინც იქნება სამართალი მიღწეული. ალეკო ელისაშვილის ადვოკატებს არჩილ ჩოფიკაშვილს, გიორგი რეხბიაშვილს, მადლობა კეთი თურაზაშვილს.